მოგესალმებით ყველას, დაუბრუნდით აჯაჯაქსოს ბასტარდით, ვნახოთ აქ ძალიან კაი პასი გააკეთა ბასტარდმა, მაგრამ ჩაჭრა როგორც ჩანს კანთოვარმა, ვნახოთ აქ რომელი მინისტრებს ხმალასამ მიუსწრო ლორენზოს დაშით, ვნახოთ აქ რას მოიფიქრებს ბასტარდი ჯერჯერობით 0-0 ანგარიში, ამათ შორის გამარჯვებული შეხვდება RPB-სა და PSG-ს შორის გამარჯვებულს 5-5-ია თამაში, ყველაფერი ჩვეულებრივია და ვნახოთ აქ ძალიან კაი კომბინაცია ცადეს. მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდათ აქ ნელრინით პასი გააკეთეს შორს, მაგრამ აქ კრმალასამ ძალიან კარგად ჩაჭრა, არ მიცე იმის უფლება, რომ კონჩეტევაზე წასულიყვნენ, მაგრამ მაინც საბოლოოდ ეხლა აჯაჯაქსა აქ ბურთი, ვნახოთ რა მოხდება დათომიდის შეტევაში. დაარტყა კაისერით და გოლი გაიტანა. დათოს წესით ნელრი ოყავს, მაგრამ დააკოპირა როგორც ჩანს თავის თიმეითი და პირველი გოლი გაიტანა დათომ. ვნახოთ როგორ გაგრძელდება 1-0 არის ანგარიში, რას მოიფიქრებს სუკუნა, ჯერჯერობით სოლოზე მიდის. გაიგდო ბურთი ნელისაკის იყენებს როგორც ხედავთ. დარტყმა ცადა და მაინც გაიტანა. აქ ცოტა ვერ მივხვდი ამას, სავარაუდოდ ლეფტი შუტით დაარტყა და ლეფტი შუტით გაიტანა და ამასობაში გათანამდა ანგარიში 1-1. ამ ვიდეოში შეიძლება ცოტათი ჭედავდეს ხარისხი, მაგრამ გამოსწორდება. აქ გაუჭედა მგონი, აქ გაუჭედა აშკარად, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ ჩააჯერა ბურთი. ვნახოთ აქ ჩარლის იყენებს როგორც ჩანს კანთოვარ, გამოიყენა დრიბლინგი, აქ წესით პას გააკეთებს, გააკეთა კიდეც შახროული პასი. ბლეკმენს აქვს ბურთი და დააბლოკა კმალასამ, ბლეკმენი არის დავითა, ალტაკაუნტი თამაშობს როგორც ჩანს, აქ კმალასას აქვს ბურთი, ბასტარდი მიდის კონჩეტევაში, 1-1 არის ანგარიში ჯერჯერობით და ძალიან დაძაბული თამაშია. აქ ძალიან კარგად მიიღო ილაკრისის თავით, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაკარგა ბურთი, იმიტომ რომ ჩარლესის ძალა გამოიყენა კანთოვარმა. ილაკრისერი არის სანდრო, ალტაკაუნტით თამაშობს, ყველა მატჩი თითქმის სხვა სახელითაა. აქ სუკუნამ დაკარგა ბურთი, კანთოვარი ჯერჯერობით ძალიან კარგად თამაშობს დეფენსში, აქ ჩაახვია, ხო ასევე კანთოვარი არის D10 და აქ დარტყმა, მაგრამ აიღო მეკარე. ეს ახალი მეკარეა, დებიუტია ჯერჯერობით ლიგაზე. მანშაინ იუნაიტედის მეკარეა, მაგრამ მანშაინ იუნაიტედი ჯერჯერობით ვერ შემოვიდა ლიგაზე, იმიტომ რომ დაწყებული იყო და ამ სეზონზე ბასტარდში ითამაშებს. ვნახოთ აქ არ კარგავს, კაია სუკუნა კარგად თამაშობს, დაარტყმა, მაგრამ კაისეევი გააკეთა აქ კაი, ვნახოთ აქ რას მოიფიქრებს, ნელრინით ისევ წინ აკეთებს, როგორც ეგეთი სტრატეგია აქვს. აქ ბლეკმენს იგივე დავითას აქ ბურთი გააკეთა დათოზე ბურთი. ვნახოთ აქ ძალიან კარგად ჩაჭრა, კმალასაც ძალიან კარგად თამაშობს დაცვაში, ლორენზოთი პასებს ჭრის, კიდე მაინც აჯაჯაქსა აქ პასი გააკეთეს და ამჯერად უკვე გაბომ ჩაჭრა იგივე ზორო, წინა მატჩებში ზორო ეწერა, მაგრამ აქ კანთოვარმა დაიფიქრა, ძალიან კარგად თამაშობს დაცვაში და მერე პასს აკეთებს, შედევაში მიდის, აქ ბლეკმენმა დაარტყმა, ძალიან ახლოს იყო და მეკარე მარტივად დაიყო ეს ბურთი. ვნახოთ აქ რას იზამს, გაბო არის ამჯერად შეტევაში, როგორც ჩანს ნელნაგით თამაშობს, იგი პასი გააკეთა აქ სუკუნაზე, იგივე საბაზე, მაგრამ არ გამოვიდა. ვნახოთ აქ ილაკრისერი რას მოიფიქრებს, გააკეთა პასი სუკუნაზე. ვნახოთ აქ რას გააკეთებს სუკუნა, უკან გადაუგდო როგორც ჩანს ბურთი და აქ ჯოგლინგ შუტს იყენებს როგორც ჩანს ნელნაგი, ვნახოთ აქ დაარტყამს, დაარტყა კიდეც და გოლი გაიტანა, აქ მეკარე დაინა როგორც ჩანს, თორე არ იყო ესეთნელი მოსახსნელი, იმიტომ რომ შორიდან იყო ეს დარტყმული და ამასობაში დაწინაურდა ბასტარდი 2-1-ია უკვე ანგარიში. ბლეკმენი არის აქ ბურთი, გააკეთა პასი დათოზე. ვნახოთ აქ რა მოხდება, ილაკრისენმა ძალიან კარგად წაართვა ბაჩირა სტილით. ვნახოთ აქ გახდება 3-1 თუ დაწინაურდება ბასტარდი, ჯერჯერობით სოლოზე მიდის, პასი გააკეთა, მაგრამ რა კარგად ჩაჭრა აქ მაგთის დებიუტი არის, ახალი პლეიერი არის აჯაქსში. აქ კანთო კიდე ძალიან კარგ პასს აკეთებს რა, ძალიან კაი კომბინაცია აქვს მოკლედ. აქ ვნახოთ 1-1-ზე იყო ბლეკმენი, მაგრამ მეკარე მოასწრო გამოსვლა, მაგრამ მაინც აჯაჯაქსა აქ ბურთი კარგად დასტილა და გაიტანა რა თანაბრა დუბლი შეასრულა აქ დათომ. ასევე წინა მატჩში ყველაზე მეტი ვალუ აიღო ნაითმეარმა, 410 მილიონი აიღო და ვნახოთ ამ მატჩში ვინ აიღებს ყველაზე მეტ მილიონს. აქ სუკუნა არის ბურთი, ჩართო ფლოუ, დარტყმასცა და მაგრამ ძალიან კარგად დაასეივა აქ ვენკაიმ. დაძაბული მატჩი მიდის 2-2 არის, აქ სოლოზე ცდილობს წასვლის ევეიკინგი ჩართო. გამორიცხული არ არის რომ აქედან გაიტანოს თუ დაარტყა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი დარტყმა აქ ნელრინს და ასევე წინა მატჩში მეორე ადგილი აიღო ცეცხლა 225 მილიონით, ხოლო მესამე ადგილი საბამ აიღო 121 მილიონით. აქ ვნახოთ გააქტიურა ევეიკინგი. და აქ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა მოპარეს როგორც ჩანს და წესით 3-2 გახდება აქ მაგთის რომ იესრო ძალიან მაგარი კლაჩი იქნებოდა, მაგრამ ვერ მიუსწრო სამწუხაროდ და 3-2 გახდა უბრალოდ ანგარიში. ვნახოთ აქ ბლეკმენი რას მოიფიქრებს,
როგორც ჩანს, გონი იგივე სტრატეგიით თამაშობენ, ეგრევე აკეთებენ დათოზე პასს, მაგრამ უკვე მიხვდა აკილა კრისერი და ჩაჭრა ბურთი და კარგად მიდის სოლოზე ნელბაჩირათი, პასი გააკეთა, ძალიან კარგად ითამაშა. აიღო კიდევ ფეიქ ალმისონი დაარტყა, მაგრამ როგორი კაი სეივი იყო აქ კანთოვარისგან, ნელნაგის დარტყმული მოუხსნა, იმიტომ რომ ძალიან ძი არ იყო ახალი, აქ მიდის სოლოზე დრიბლინგით, პასი გააკეთა ისევ, ბლექმენია 1-1-ზე და გაიტანა აქ აბილიტის გარეშე და ბევრ ვალუეს აიღებს ამითი. რასაც დავაკვირდი, აჯაჯაქსი უფრო კონჩეტოებზე უფრო იტანს გოლებს. და ვნახოთ აქ ამჯერად ბასტარდია სოლოზე წავა სავარაუდოდ საბა. იმიტომ რომ აქ ციფუს გაუჭედა აჯაჯაქსის ციფუს კიდე ცეკვავს ჯერჯობით. ვნახოთ აქ გაიტანს სოლოზე. დაარტყა და გაიტანა სოლოზე. ისევ დაწინაურდა ბასტარდი 4-3 არის ანგარიში. ვნახოთ რას მოიფიქრებს აჯაჯაქსი. ვნახოთ აბა ისევ ერთ და იგივე სტრატეგიით თუ წავდნენ. და აქ როგორც ჩანს ციფუს გაუჭედა, კიდე უჭერავს წეღან გაუჭედა და ჯერ კიდე არ გამოსულა ლაგებიდან, ამის გამო შეიძლება დაისაჯონ და 5-3 გახადოს საბამ, მოატყვილა ძალიან კაი ანკელ ბრეიკერი იყო, დაარტყა ნელრინით და აქ ძალიან ცოტათი აცდა, თორე მეკარე დაიბნა, მეკარე ამას ვერ ასეირდა, აი ცოტათი აცდა, თორე შეიძლება 4-3 გახდარიყო ხა აქ ანგარიში. ამასობაში აქ პასი არის დათოზე, მიიღო ბურთი ვერ შეძლო ხმალასამ რომ წაერთვა. აქ პასი რა ვერ ჩაჭრა გაბომ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაიბრუნა ბლექმენი, ისევ იბრუნებს ბურთს და გოლი გაიტანა. აქ როგორც დავაკვირდი, მეკარე აფკაზე იყო, როგორც ჩანს მეკარეს უჭერავს ძალიან. აქ როგორი მომენტი იყო, ჯერ ვერ ჩაჭრა, მერე ისევ დაიბრუნა და საბოლოოდ მაინც ბლექმენმა გაიტანა ბურთი. ნახოთ აქ სუკუნა, ჯერ როგორც ჩანს სოლოზე მიდის, პასებს არ აკეთებს ჯერჯერობით. ნახოთ აქ შეიძლება გააკეთოს, მაგრამ მაინც სოლოზე წავიდა, დაარტყა და მაგთი მიგაგორი ძალიან კარგად ჩაჭრა. რეირის სტაილის სიგაგური საკმაოდ დაუფია, აგერ პასიც გააკეთა, ნახოთ კანთოვარი რას მოიფიქრებს. გააკეთა ჩარლესის დრიბლინგი, პასი დათოზე, აქ სავარაუდოდ კაისერიუ და დააკოპიროს. დაარტყა და ამჯერად უკვე აიღო ლუკამ. ნახოთ აქ ლუკას როგორც ჩანს ჩარლესი აქვს, მაგრამ ჩარლესი არ გადაწყვიტა პასის გაკეთება. აქ რომელიღაცამ თავით მოხსნა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბასტარდს აქვს ბურთი, კმალასამ აიღო ბურთი. აი აქ არ უნდა გამოიყენებინა ტრაპი, იმიტომ რომ დაბალი ბურთი მიდიოდა. ნახოთ აქ ამის გამო დაისაჯნენ, მაგრამ მაინც დაიბრუნა ილა კრისენმა. ნახოთ შეტევაში მიდიან. რას მოიფიქრებს, უკან არ იყურება პასის გასაკეთებლად, გოლი უნდა, მაგრამ აქ მაგთიმ ჩაოლებრივად ჩაჭრა ჰიადერით. აქ აიღო ვენკაიმ ბურთი ნელრინით, გააკეთა გრძელი პასი, მაგრამ ვერ მიიღო აქ ბლექმენმა, კრმალასამ მარტივად ჩაჭრა. ნახოთ აქ კრმალასამ დაამშვიდა სიტუაცია და ძალიან დიდი პასი გააკეთა თავისი ემპერორ ფლოუთი. აქ წესდა მიუსწროს უკანა, იმიტომ რომ ნელისაგი აქ, მაგრამ არც დაჭინა მაგის გამოყენება, მაგრამ აქ აიღო დათომ. ნახოთ აქ დიდი პასი გააკეთეს ისევ, მაგრამ კრმალასამ კიდე ჩაჭრა, კრმალასა როგორ კარგად იცავს. ბლექმენი ყავს აყვანილი და რაც კი პასი უკეთებდა ბლექმენს ყველაფერს ჭრის. აქ რავი წესი სოლოზე უნდა წავიდეს, არა მაინც გავუკეთეს ბლექმენს პასი და ამჯერად ვეღარ მოხსნა კრმალასამ, მაგრამ თვითონ ბლექმენმა აცილა, მაგრამ მაინც აჯაჯაქსა აქ ბურთი. აქ კიდე შეუულია წესით პასი, გააკეთა კიდეც. ისევ ბლექმენს აქ ბურთი. დაარტყამს. დაარტყა და გაიტანა, გამოასწორა თავისი შეცდომა. აქ კანთოვარს უკვე კიდე ერთი ასისტი აქვს. და პირველი ტაიმი აჯაჯაქსმა მოიგო 5-4. ნახოთ მეორე ტაიმში რა მოხდება. ამჯერად აჯაჯაქსი იწყებს, ამჯერად ცუფუები როგორც ჩანს შეცვალეს. აქ ბლექმენზე პასი, მაგრამ მიხვდა ბასტარდი რომ გააკეთებდნენ და ორი კაცი იცავდა, მაგრამ მაინც დაიბრუნა აქ ბლექმენმა ბურთი. ნახოთ რა მოხდება, აქედან დაარტყამს, არ ამგონია, მაგრამ დაიბრუნა კიდე ერთხელ. აქ სავარაუდოდ დაეჭირა არამე მსგავსი, ან პასის გაკეთება უნდა და ნახოთ აქ რომელი გუნდი მიუსწრებს, მაგრამ მიუსწრო ბასტარდმა, მოატყვილა ერთი შეუძლია აქ რომ გაიგდოს ბურთი თუ კიდე აქ დაში, მაგრამ როგორც ჩანს არა აქ. აქ კიდევ 2-1 არის, დაარტყა და ვენკაიმ აიღო ამჯერად. ნახოთ აქ რას გააკეთებს ვენკაი, სავარაუდოდ ნელრინის პასი, ეგრეც მოხდა, კანთოვარზე გააკეთა, კანთოვარს კიდე შეუძლია ჩარლესის პასი, სავარაუდოდ მაგას აპირებს, გააკეთა პასი დათოზე, აქ კაისერი დაარტყა და გაიტანა. ორი ქულით დაწინაურდნენ, უკვე მგონი ეს პირველად მოხდა, ძალიან დაძაბული მატჩი მიმდინარეობდა და სულ ერთი ქულით ასწრდა, რომელიღაცა გონი ამჯერად კი ორი ქულით გაასწრო აჯაჯაქსმა და აქ ასევე და თომ ჰატრიკი შეასრულა უკვე ძალიან კარგად. მიიღო ბურთი, მაგრამ დარტყმა აქედან რატო გაწყვიტა, არ ვიცი. ვენკაიმ აიღო ეს ბურთი, საკმაოდ მარტივ ასაღები იყო. აქ რას მოიფიქრებს, ჩაოლებრივად გააკეთა პასი, აქ ჩაჭრეს, აქ გონი კარებში არ დგას და თუ დაარტყამს, არა უკვე მივიდა კარებში, აზრი აღარ აქვს ხა. პასი გააკეთეს აქ. ნახოთ აქ ნელბაჩირა ყავს, როგორც ვიცი, გააკეთა კიდეც დრიბლინგი, დაარტყა, მაგრამ კიდევ ერთი სეივი ვენკაისგან. ვენკაი მეორე ტაიმში აშკარად უკეთესად თამაშობს. აქ ნელრინით დაარტყმა კანთოვარზე.
პასი იყო ეს, ამჯერად კი ფართოვანი გააკეთებს პასს, საკმაოდ კაი სტრატეგია აქვს, როგორც ჩანს. აქ მოაწყვილა ყველა ბლექმენმა თავისი ძალით, მაგრამ ბოლოს მაინც ააცილა კანთოვარი არის დაარტყა შოუ. აქ რამის მოხსნა გაბო, მაგრამ ძალიან დააგვიანა, უკვე შესული იყო ბურთი და ამასობაში უკვე 3 ქულით დაწინაურდა აჯაჯაქსი. ასევე შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპში პირველ ადგილას იყო ბასტარდი A ჯგუფში, ხოლო კიდე აჯაჯაქსი მეოთხე ადგილას გავიდა B ჯგუფში და ვნახოთ აქ სოლოზე ცადა კიდე სუკუნა, მაგრამ არ გამოვიდა, ვენკაიმ დაასეივა, ნუ კი გამოვიდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც სეივი იყო. ვნახოთ აქ პას გააკეთებს ალბათ Emperor Float-ი, აქ ბლექმენი მიიღებს, თუ კმალასამ მიიღო, მაგრამ შეიძლება ბლექმენა დაიბრუნოს, მაგრამ ვერ დაიბრუნა, იმიტომ რომ დრიბლინგი გამოიყენა კმალასამ, აქ გრძელი პასი გააკეთა Emperor Float-ი, მაგთიმ კარგად ჩაჭრა ჰიადერით. ვნახოთ აქ ხარას გააკეთებს მაგთი, პასი გააკეთა კანთოვარზე, იგივე სიტყვა სავარაუდოდ, დრიბლინგი და პასი. ნახოთ აქ ბლექმენი მხოლოდ კმალასა არის დაცვაში. კმალასა მოატყვილეს და გოლი, მოკლედ დაცვა უფრო გასაუმჯობესებელია ბასტარდს, იმიტომ რომ მხოლოდ კმალასა იყო, კმალასა მოატყვილა და მე უკვე მეკარესთან დარჩა 1-1-ზე ბლექმენი და მეკარეს როგორც უციდან უჭედავდა და ამის გამო გაუტანეს 8-4 არის ამასობაში ანგარიში. აქ როგორც ჩანს ბასტარდსაც აქვს სტრატეგია, პასი უკეთებენ გაბოს და მე გაბო იღებს ტრაპით და ურტყამს, მაგრამ უენკაის როგორც ჩანს არ გასდის შორიდან ბურთები. და შეიძლება ბასტარდი მაგის გამო დაისაჯოს, კონჩეტევაზე არის აჯაჯაქსი, ვნახოთ ბლექმენი ას მოიკეთებს, დრიბლინგი გააკეთა და დაარტყა, მაგრამ ამჯერად როგორც ჩანს კმალასა შევიდა კარში. მაგრამ კმალასამაც დიდი შეცდომა დაუშვა და კანთოვარმა უკვე დუბლი შეასრულა, აქ დაკარგა ბურთი კმალასამ და გაუტანეს მარტივად. და ლუკა უკვე აქ ცნუზე დადგა, იმიტომ რომ უჭედავდა როგორც ჩანს მეკარეთ. ვნახოთ აქ ხა რას მოიფიქრებს სუკუნა, უკან გააკეთა, რადგან ლუკას ჩარლესი ყავს და სავარაუდოდ ძელპას გააკეთებს, გააკეთა კიდეც, აქ არავინ არ ფარავს ირაკლის ერს და ვნახოთ რას მოიფიქრებს, ნელბაჩირათი არის, სავარაუდოდ დაარტყამს, თუ არ ჩაჭრეს დაარტყამს, მაგრამ ჩაჭრა აქ ძალიან კარგად წესით კანთოვარი იყო ეს ჩარლესით ჩაჭრა, აქ დათოსა აქ ბურთი. აქ როგორც ჩანს პასიცადა და სუკუნამ ძალიან კარგად ჩაჭრა. ვნახოთ აქ წესით ერთი დაშიც თუ ქონდა გაცდებოდა მაგთის, მაგრამ ვერ გაცდა სამწუხაროდ. ვნახოთ აქ ბლექმენზე გააკეთეს პასი, ბლექმენს შეუძლია პასი გაკეთება 1-1-ია დათო და დაასრულებს წესი. დაასრულა კიდეც მატჩი 10-4 მოიგო აჯაჯაქსმა, აქ ძალიან კარგად დაასრულა, თან პოკერით შეასრულა და ბოლო გოლიც გაიტანა და ნახევარფინალში უკვე აჯაჯაქსი.